ქართულ მეგზაებს შვეიცარიაში გადაამზადებენ საქართველოს რეგიონების სამინისტროსა და შვეიცარიის საგზაო დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ ქართული სპეციალისტები გადამზადების სპეციალურ კურსს უკვე შვეიცარიაში გაივლიან. რამაზ ნიკოლაიშვილის შეხვედრებს ბერნში მართავს, პირისპირ მოლაპარაკებები გაიმართა საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის ხელმძღვანელთანაც, სადაც საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იყო. ძალიან ძალიან გავს საქართველოს მე მთებს გულისხმობ და შესაბამისად სირთულეებს რომელიც მშენებლობის დროს შესაძლებელია დახვდეს ადამიანს მე მინაკითხეთ რომ საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო მარაბდა კაცაღის პროექტმა უამრავი კითხვა მივიღეთ დაინტერესება გამოხატეს შვეიცარიის მხარემ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარისგან ექსპერტების ჯგუფი მომდევნო თვეების განმავლობაში ჩამოვა საქართველოში ადგილზე შეისწავლიან იმ ვითარებას რომელიც საგზაო სფეროში არის საქართველოს და შესაბამისად მივიღებთ დახმარებას რომელიც ჩვენ გამოადგება გზების მშენებლობაში შემდგომში. To have this meeting with Mr. Nikolashvili საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლისა და სავაჭრო ურთიერთობების გასავითარებლად საგზაო ინფრასტრუქტურას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან საერთაშორისო ვაჭრობის 80% სწორედ საგზაო ტრანსპორტზე მოდის. მისასალმებელია, რომ თქვენი ქვეყანა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ასეთი სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკის ურთიერთგაცვლის თვალსაზრისით. ხშირად ჩვენ ამ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლებიც თქვენ ქვეყანას აწუხებს. შესაბამისად, ჩვენ დაინტერესებული ვართ იმ გზებისა და მეთოდების შესწავლით, რომელთა მეშვეობით თქვენ ამ პრობლემებს აგვარებთ და პირიქით მზად ვართ ჩვენი გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თქვენ გაგიზიაროთ. სადილი ყოველს დღეს ასოციაცია კათარზისი და